გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო, აი დღეს პარასკევია და რა თქმა უნდა ეთერშია ჩემი გადაცემა, რომელსაც უნდა უსმინოთ რადიო სივრცის სიხშირეზე 98 და 5 და კახეთში 102 და 3 და ასევე თვალყური უნდა გვადევნოთ ჩვენ Facebook და YouTube არხებზე. დღეისათვის ძალიან საინტერესო გადაცემა გვაქვს. ზოგადად როდის არ გვაქვს საინტერესო გადაცემები, მაგრამ დღეს ძალიან პრობლემური და აქტუალური, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის. რაც შეეხება კალორიების თვლას და წონის კლებას და წარმოგიდგენთ ჩემ ორ უმშვენიერეს სტუმარს კომპანია ფიტიოს დამფუძნებელ ანანო სირბილაძეს, გამარჯობა ანანო და კლინიკა ინვიტრო ლაიფის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს. მოგესალმებით, მადლობა დიდი. აბა დავიწყოთ. პირველ რიგში მე მინდა წარმოგიდგინოთ ანანოს საოცარი აპლიკაცია. ეს არის აპლიკაცია ფიტიო, პირველი ქართული კალორიების მთლელი აპლიკაცია, რომელიც მე სამწუხაროდ დღეს გავიგე, მაგრამ ეგრევე ჩამოვტვირთე App Store-დან. და ანანო, ეხლა უნდა გითხრა, ეს რა აპლიკაციაა, როგორ არის ქართულ ბაზარზე მორგებული და საერთოდ როგორ უნდა მოვიხმაროთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. აპლიკაციასთან დაკავშირებით დავიწყოთ იმით, რომ ეს აპლიკაცია არის ქართული, არის ქართველ მომხმარებელზე გათვლილი, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველ მომხმარებელზე ასევე გათვლილი ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლიათ გადმოიწერონ ქართულ ენაზე. დავიწყებ იმით, რომ ამ აპლიკაციაში, როდესაც შედიხარ პირველად, მიუთითებ შენს წონას, სიმაღლეს, რა მიზანი გაქვს. გინდა კლება, მატება, შენარჩუნება წონის თუ რა გინდა. შემდეგ ეს აპლიკაცია ავტომატურად დაითვლის იმ კალორაჟის რაოდენობას, რაც დღის განმავლობაში უნდა მიიღო. შემდეგ ყველაზე ძალიან რაც მომწონს ჩვენი აპლიკაციის ფუნქცია არის ის, რომ უბრალოდ ფოტოს გადაღებით, აი ნებისმიერ საკვებს ფოტოს გადაუღებ და წამში გიწერს რა კალორიების შემცველობა აქვს ამ პროდუქტს. იქნება ეს შეფუთული, დაუშვათ აი ამის შემთხვევაში ესეთი შეფუთვით იქნება თუ დაუშვათ სახლში ხართ უბრალოდ და არის კალი გიდევთ თეფშზე ან შემწვარი კარტოფილი ან თუნდაც მოხარშული კვერცხი, ისიც ჩვეულებრივად ფოტოთი დასკანერდება და დაგიწერთ კალორიების შემცველობას, სილების შემცველობას, ნახშირწყლების შემცველობას და ამითი აკონტროლებ კვებას. ესე ზუსტად ითვლის კალორიებს. ეხლა მაგალითად მე მივირთვი დიდი პორცია რაღაც ხინკალი სიტყვაზე და ვიღაცა მიირთვა პატარა პორცია. ეხლა ეგ როგორ იქნება ეს სწორედ ეს არის უპირატესობა ჩვენი აპლიკაციის, იმიტომ რომ როდესაც ინტერნეტში ეძებ კალორაჟს, იქ შენ აუცილებლად დაგიწერს, რომ 100 გრამ პროდუქტში ამდენი კალორიაა და როდესაც შენს თეფშზე იმ ულუფას ასკანერებ, რა რაოდენობითაც გიდევს, ზუსტად იმ რაოდენობა კალორიებს გიწერს, რაც იმ თეფშზეა, იმ წუთას. და კიდევ არის დავუშვათ ძალიან ხშირად გვაქვს გოგოებსაც და ბიჭებსაც, რომ შევჭამთ ხოლმე და მე გვახსენდება, რომ აუნე და გადამეღო ფოტო. ამ შემთხვევაში ფოტოს ატვირთვაც შეიძლება და კიდევ ტექსტით შეგიძლია შეყვანა. თუ დაგავიწყდა, რომ აი ეხლა მივირთვი მე ერთი ნაჭერი ხაჭაპური. და ამ შემთხვევაში ზუსტად რა თქმა უნდა ვერ დაგითვლის იმას, იმიტომ რომ ფოტოთი უფრო ითვლის, მაგრამ თუ დაგავიწყდა, ესეც არ არის პრობლემა. და კიდევ იმახსოვრებს, დაუშვათ თუ ერთი და იგივე საკვებს მიირთმევ დღის განმავლობაში, ყოველ დღე რო არ ასკანერო, აი დავუშვათ მე ყოველ დილით მივირთმევ 2 ცალ შემწვარ კვერცხს. და ჩვეულებრივად ფავორიტებში გაქვს დამატებული შენთან და დღესაც ის მივირთვი რაც გუშინ და ზუსტად იგივენაირად დაგითვლის. აი მე რა მაგარია, ეხა ეგეც უნდა კითხო, ანანო, როგორ გაგიჩნდა საერთოდ ეგ იდეა, რომ ეს კალორიების მთლელი რაღაცა აპლიკაცია შეგექმნა? ხო, ეს კალორიების მთლელი აპლიკაცია ნამდვილად ახალი არ არის, ამას ვერ მოვიტყვები, მაგრამ ქართული აპლიკაცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ ანუ აი იქ იმდენი რამე წერია და ეხლა ისენი შეავსე და ეხლა ეს აკონტროლე. აქ არის მარტივად ქართულად მოცემული ყველაფერი და ჩემს გარშემო ვისაც ვიცნობ, ყველას ჭირდება ან მატება, ან კლება, ან შენარჩუნება და ყველას საჭიროებიდან გამომდინარე ვიფიქრე, რომ რატომაც არა იყოს ქართულიც. მაგალითად, მქონდა ადრე გადმოწერილი ძალიან ადრე და იქ რო შემყავდა ეს ხაჭაპური, ინგლისური ასოებიც და პრობლემა იყო და ეს არის უმარტივესი გამოსაყენებელი, ნებისმიერი ადამიანი გამოიყენებს ყველა ასაკის. ძალიან კარგი. ეხლა გადავალ კითხვით თამართან, რა მაინტერესებს იცით თამარ, ახლა კალორიების თვლაზე გვაქვს ახლა ლაპარაკი, აი ყველამ აუცილებელია ვითვალოთ ეს ჩვენი კალორიები თუ აი რაღაც გარკვეულ მიზანს უნდა ვემსახურებოდეთ? დიახ.
ზოგადად დღეს დღევანდელ რეალობაში წონის მართვა ძალიან დიდი პრობლემაა, როგორც ანანომ ახსენა, არიან ადამიანები, რომელთაც მომატება უნდათ, ან დაკლება უნდათ, ან თუნდაც დაკლებული წონის შემდეგ მნიშვნელოვანია ეს დაკლებული წონა შევინარჩუნოთ და ხანგრძლივად პაციენტს კონდეს ნორმალური სხეულის მასის ინდექსი. ამ შემთხვევაში ადამიანებისთვის მუდმივად ხანგრძლივად მნიშვნელოვანია, რომ აბალანსონ თავიანთი კვების რეჟიმი და აპლიკაციის გამოყენება ძალიან ამარტივებს ყოველდღიურ რეალობაში რა მიირთვა, რამდენი კალორია მიირთვა, ეს ყველაფერი გააცნობიერონ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა მარტივად გასინჯვის დონეზე რაღაცა უცებ სასუსნავი მიირთვას ან რაღაცა შოკოლადი მიირთვას და სამწუხაროდ ზოგჯერ ეს არ აღიქმება, რომ რაღაცა მიიღო და ხშირად ავდივართ დღის ბოლოს ძალიან მაღალკალორიულ რაციონზე. რო ვეკითხები პაციენტს, აი დილით რა მიირთვის, შუადღით რა მიირთვის აღამოს, იმის გარდა შეიძლება სამჯეროდ ხჯერ კიდე რაღაცეები მიირთვა, მაგრამ ამას არ თვლის, რომ საკვები მიიღო და მსგავსი აპლიკაცია მით უმეტეს ქართულ ენოვანი რა თქმა უნდა აადვილებს თითეული ადამიანისთვის საკუთარი თავის მართვას, რომ დღის ბოლოს შეაფასოს თავისი რაციონი, თავისი კალორია, წონა მითითებული აპლიკაციაში, ასევე არის საშუალება, რომ თუ ფიზიკური აქტივობა ქონდა, ესეც გავითვალისწინოთ და კალორიები შესაბამისად დაბალანსდება და დინამიკაში კვირიდან კვირამდე მე მიადვილებს როგორც ექიმს პაციენტის მკურნალობის პროცესში კალორიების მართვა და რაციონის შეფასება კარგ შედეგს. თუმცა რა თქმა უნდა, იმასაც აღვნიშნავ, რომ თუ ადამიანს აქვს გარკვეული დაავადება, მარტო კალორიას არ ვუყურებთ და ამ შემთხვევაში პირობითად დიაბეტის დროს მარტო კალორიით არ ვითვლით და შემადგენელი პროდუქტები ხომ არ არის შაქრისშემცველი პროდუქტი, ვინაიდან პირობითად დიაბეტის დროს გლუკოზა იკრძალება და ასეთ დროს უნდა აარჩიოს პაციენტმა ის საკვები პროდუქტები, რაც მისი დაავადების შემთხვევაში ნებადართულია. მე მაინტერესებს ხა ძალიან მინდა კითხვა, აი ბევრისგან გამიგია ესეთი ფრაზა, რომ აი თითქმის არაფერს არ ვჭამ და ვერ ვიკლებ. აი რა ხდება ამ დროს? ზოგადად იმისათვის, რომ ადამიანმა წონა დაიკლოს, ჭარბწონაზე არის აქ საუბარი, ხა ნორმალური წონის დროს წონის კლებისთვის ჩვენ გვჭირდება საკმაოდ გამოხატული კალორიული დეფიციტი. პირველ რიგში უნდა შეფასდეს პაციენტის წონა და სიმაღლე ერთმანეთთან მიმართებაში, რამდენად აქვს მას ჭარბი წონა, არსებობს სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელი კალკულატორები, აპლიკაციებიც და ინტერნეტშიც არის ხელმისაწვდომი და პირობითად აქვს პაციენტს პირველი ხარისხის სიმსუქნე და დასაკლები დაახლოებით 15 კილოგრამი. აქ უკვე ჩვენ გვჭირდება შევაფასოთ მისი ყოველდღიური რაციონი და შევამციროთ კალორია ეტაპობრივად. დაახლოებით თუ მიირთმევს 3000 კალორიას დღეში, 500 კალორიით რო შევამციროთ ნაკლები უნდა მიირთვას, რომ კლებაში წავიდეს. არც ძალიან სწრაფი კლება არ არის რეკომენდირებული და მოწოდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ასევე წონის კლების ტემპით საშუალოდ რო ვთქვათ 0.5% მაინც უნდა დაიკლოს კვირის განმავლობაში სხეულის წონის. და ის მნიშვნელოვანი კითხვა, რაც თქვენ თქვით, რომ არაფერს არ ვჭამ და ვსუქდები, აქ უკვე დაკავშირებულია ადამიანის რეალურ რაციონთან, რეალურ კალორიასთან, რამდენ კალორიას იღებს. ან პლუს ამას ხო არ არის გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემა, ჰორმონალური დარღვევები ან სხვადასხვა ცვლილებები ლაბორატორიულ კვლევებში და ეს ხომ არ გვიძნელებს წონის კლების პროცესს. თუმცა მარტივად რო ვთქვათ, როცა ადამიანი ხარჯავს იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე იღებს, 2x2 4-ია. წონის კლება ხდება, თუ არ გვაქვს ჯანმრთელობის პრობლემა. და ეს ჯადოსნური შენი აპლიკაცია, ესე იგი, გვეტყვის, აი, რამდენი კალორიით ნაკლები უნდა მივირთვათ, რომ კლებაში წავიდეთ, ხო? აი, თქვენ ახსენეთ დაუშვათ დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, როგორ შეიძლება რომ დაეხმაროს დაუშვათ ჩემი აპლიკაციის კუთხით რომ შევხედოთ. ჩვენთან არის რეცეპტების ძალიან დიდი ჩამონათვალი. როდესაც შევლენ რეცეპტებში, იქ არის აუცილებლად მითითებული მაღალი პროტეინის შემცველი კერძები, მაღალი ცილის შემცველი კერძები. როდესაც გახსნიან კერძებს, შემდეგ არის მითითებული აი
ძალიან მარტივად არის ჩამოწერილი ყველა ის ინგრედიენტი, რასაც შეიცავს ეს კონკრეტული კერძი. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ექიმის დანიშნული დიეტა შეუძლია მოარგოს იმ რეცეპტებს, რაც არის ჩვენთან მითითებული. ეხლა მე ორი ჩამოთვალე, იქ არის ბიუჯეტური რეცეპტები, 15 წუთამდე რეცეპტები, საუზმის რეცეპტები, ყველანაირი, რომელიც განახლებადია ყოველი კვირის ბოლოს. დაუშვათ თუ გაქვს უგლუტენო კვება, ამ ეტაპზე უგლუტენო არ გვაქვს, ეხლა წამოვწდა, მაგრამ სამომავლოდ ხო, ეს ყველაფერი ემატება, რა თქმა უნდა და ყოველი კვირის ბოლოს ეს განახლებად რეჟიმში არის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არიან ესეთი ადამიანები, ვისაც სპეციფიური კვება ჭირდება და ჩვენი პირველი საზრუნავი ის არის, რომ ესეთ ადამიანებს მარტო კალორიაზე ხო არ არის, ხო? რომ შეუწყოთ ხელი და ასევე ახსენე ფიზიკური აქტივობა თუ არ ვწდები. ჩვენთან ესეც არის, რა თქმა უნდა, იქ მიუთითებ დაუშვათ, აი ისე ირნე ველოსიპედით გაიარე თუ დაუშვათ ჯიმში ივარჯიშე, ყველაფერს უთითებ, რამდენი მისვლა გააკეთე, რამდენი წუთი ივარჯიშე და შემდეგ კალორიაში ემატება ამ ყველაფერს. ანუ თუ გიწერია 900 კალორია, აი 20 წუთი თუ ვისეირნე, შეიძლება 1100-ზე ავიდე და მაინც კლებაში წავალ. ესე იგი, ფაქტურად ეს აპლიკაცია, ესე რომ ვთქვათ, გიცვლის, რა ვიცი რა ვუწოდე, ნუტრიციოლოგს, დიეტოლოგს, ხო, აი რაღაცა ცხოვრების წესი. ჯიბის ნუტრიციოლოგი ყავს. თუ ტელეფონში ნუტრიციოლოგი. ეს არის AI ასისტენტი, რომელიც ესე არ ჩანს, მაგრამ სულ თან დაყვება და გიკონტროლებს ფაქტობრივად ტრეკინგი მიდის შენი კვების, აქტივობის და ყველაფრის. ასევე ძალიან მოსახერხებელია თვითონ ულუფის კონტროლის შეფასება, იმიტომ რომ ხშირად არის, რომ არაფერი მიჭამია, ცოტა შევჭამია, ნუ რაოდენობრივად ცოტა და ბევრი ეს ძალიან ზედაპირული ნათქვამია. აქ მნიშვნელოვანი არის, რა რაოდენობის პროდუქტი მიირთვა და რამდენი კალორია მიირთვა. ვიზუალიზაციით კარგად არის შესაძლებელი აპლიკაციით შეფასდეს არსებული პროდუქტი ჯამში რამდენი კალორია, ანუ მთლიანი ულუფა, რამდენსაც მიირთმევს ადამიანი. და ეს უფრო ადვილებს, იმიტომ რომ ხშირად ვერ აცნობიერებს ადამიანი თუ რამდენ კალორიას მიირთმევს და აპლიკაციის საშუალებით და ფოტო ან თუნდაც ხელით რო აკრიფოს და შეიყვანოს, ეს უფრო გაადვილებული არის. და მე უფრო თვითონაც რომ აცნობიერებს, უფრო უმარტივდება რომ შეავწიროს არსებული კალორიაში. დიახ, ერთ მაგალითს ვიტყვი თუ შეიძლება, აი ძალიან ხშირად მსმენია, რომ აი ერთი ნაჭერი ყველი მივირთვი და ამ ერთ ნაჭერ ყველში არის 300 კალორია ხანდა 300 კალორია შეიძლება განმავლობაში არც გქონდეს დარჩენილი დაუშვათ მისაღები და მიდიხარ უკვე მატებაში იმ ერთი ნაჭერი ყველის გამო არა და რეალურად ფიქრობ რომ ნუ არაფერი მიჭამია ესეთი ხო პატარა ყველი და ესეთი პროდუქტი ძალიან ბევრი არის რომელსაც ძალიან დიდი კალორიების შემცველობა აქვს და რეალურად აი ძალიან პატარაა. კი, რა თქმა უნდა, ასე რომ ვიზუალური შეფასება აადვილებს მდგომარეობის მართვას. და კიდევ უნდა გკითხოთ თამარ, ძალიან მაინტერესებს ეს გაჯერებული როა ეს ინტერნეტ სივრცე და ზოგადად რა ვიცი, სად არ მესმის და სად არ ხედავ ამ დიეტებით, რომელიც მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა ფული ღირს რომ იყიდო. აი, რამდენად მუშაობს ეს დიეტები თუ ფულის მახია ჩვეულებრივი რა? ზოგადად ჩემი გადმოსახედიდან დიეტა ეს არის სწორი კვების რაციონი. აქ ეხა თვითონ კონკრეტული დიეტის მაგალითი ესე ცალკე ვერ განვიხილავთ, მაგრამ მოკლედ რო ჩამოვაყალიბოთ, ადამიანისთვის რეკომენდირებულია, რომ იყოს როგორც სწორი კვების რეჟიმი, ანუ დილით საუზმობა, სადილობა, დროული ვახშმობა და არა ღამე საკვების მიღება. ანუ ღამე ჭამა მაინც ასუქებს, ხო? კი ბატონო. და ასევე დღეღამური რეჟიმის გათვალისწინება რო არ იყოს გვიანდაძინება ღამის 3-4 საათზე მაგალითად და მნიშვნელობა აქვს რას მიირთმევს ადამიანი, როგორც კალორიული თვალსაზრისით, ასევე პროდუქტების უნდა იყოს ბალანსირებული სწორი კვება, ანუ შეიცავდეს როგორც ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს და როცა გვაქვს კონკრეტული ასარჩევი ვარიანტები, რაც არის ხელმისაწვდომი აპლიკაციაში, უფრო აადვილებს რა ვჭამო მაგალითად დიეტაზე ვარ და რა ვჭამო. ხო, აგერ რეცეპტებიც ყოფილა. ხშირად გვეკითხებიან, რომ აი ეს დიეტურია, ეს კარგია, აი პირობითად ერთი თებში ციციბურა მივირთვი. ეს არ არის სწორი. სადილი თებში უნდა იყოს ბალანსირებული, მარტო ციციბურა არა. იქ ჯობია იყოს ყველი და ციციბურის კომბინაცია შესაბამისი რაოდენობებით დაბალანსებული, ვიდრე მაგალითად მარტო ციციბურა. ან მარტო პური, ან მარტო მჭადი, ანუ ჩვენ გვჭირდება როგორც ბოსტნეული, ასევე ხორცი, ცილა, რძის ნაწარმი, ანუ ყველა პროდუქტი, რაც ჯანსაღია, გვჭირდება. გასაგებია.
ეხა წინ გვიდევს კომპანია ბომბარის პროდუქცია. ესენი არის დაბალკალორიული, პროტეინის შემცველი პროდუქტები, აი მაგალითად ეს შოკოლადი. ხო და გლუტენ ფრიც ყოფილა. ხო, უგლუტენოც ყოფილა, კი ბატონო. და მოდი აბა ეხლა აპლიკაციის საშუალებით აბა დავთვალოთ მისი კალორიულობა. არ ვიცი რამდენად გამოჩნდება. მაგრამ აი ნათია თქვენ გაჩვენებთ და კი, აბა. აი პლუსის საშუალებით, შემდეგ მივუთითებთ კამერას. მოდი იცი რა კამერისკენ მივაბრუნო თანანო რომ ესე რო ვაჩვენოთ, დავინახავთ. კარგია ეგრე. აი ნახეთ როგორ ითვლის ამ ყველაფერს. აი 220 კალორია დაგვიწერა. ნამდვილად 220-ია? აბა ნამდვილად 220 იქნება. ხომ არ გვაწყობს შენი აპლიკაცია. არ არსებობს რომ მოგწყოს, იმიტომ რომ ეს არის AI ინტეგრირებული აპლიკაცია და დავამატებდი აქვე, რომ ჩვენს აპლიკაციას აქვს AI chat-ი. მაგალითად მე ხშირად მაქვს ხოლმე რომ ჩემს მეგობარს წერო, აი დღეს ერთი ნაჭერი ხაჭაპურიც რომ მივირთვა, ეხლა აი რაღაცნაირად უფლებას რო იღებ შენი მეგობრისგან რომ მივირთმევრა კიდე ერთხელ და ამ შემთხვევაში chat-ში წერ რომ აი მე შემიძლია დღეს ეხლა ეს მივირთვა. მივირთვა ეს ხაჭაპური. შენ ამდენი კალორია დაგჭა, ამდენი პროტეინი მიიღე დღეს ეს მიიღე, მოდი ამას ნუ მივირთვა და ეს ხო არ ჯობია და ასე შემდეგ. ანუ მეგობარიც ყავს აპლიკაციაში ჩათვალეთ. ძალიან მაგარია, ძალიან და თამარა, ცოტა ამ პროდუქტის შესახებ ეს უკალორიო, გლუტენ ფრია, ეს რამდენად შეგვიძლია რა სიხშირით მივირთვათ, რომ ეს სხვადასხვა ამდენაირი პროდუქციები. კარგია რომ უშაქრო პროდუქტია. დეტალურად ესე ნამდვილად არ ვიცი კონკრეტულად ეს. ხო, მაგრამ აი თქვა აი საღამოს ჭამა ვისაც გვიყვარს, აი ესენი რომ მივირთვათ, იმედია რომ დილისთვის ვფიქრობ რომ უმჯობესი იქნება საუზმე იყოს შედარებით დატვირთული საუზმე და ვახშამზე უფრო უმჯობესი იქნება ცილისგან შედგებოდეს და ბოსტრეული და ხორცის ან რძის ნაწარმის კომბინაცია. როგორც ესეთი უშაქრო ტკბილეული, ასევე ხილიც, ვინაიდან ფრუქტოზას შეიცავს, ძილის წინ დაძინებამდე 4 საათით ადრე დაახლოებით რეკომენდირებული არ არის თუ ჩვენ არ გვინდა რომ წონა მოვიმატოთ. მოდი ახლა გავსინჯოთ ეს ჩვენი არაჩვეულებრივი დაბალკალორიული პროდუქცია, აი მე ამას გავსინჯავ, იმიტომ რომ ბაუნწის გავს და ძალიან მიყვარს. მე შოკოლადისას გავსინჯავ. თქვენ თამარ ასინჯავ ჩიზკეიკს. აბა. ძალიან გიმრიელია, მინდა გითხრათ, ნამდვილ ბაუნწის ვჭამ თუ ამას, დიდი სხვაობა არ არის. დიახ, ასეთი პროდუქტების პრობლემა პირველი ის არის ხოლმე, რომ არც ისეთი კარგი გემო აქვს, როცა ამაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ხო, ძალიან გემრიელია. აბა თქვენ რა გვეტყვით? კი, ნამდვილად ძალიან კარგია. და დიდად ტკბილი ესე არ იგრძნობა რო არის. ზედმეტად. ესე რომ თამამად შეგვიძლია მივირთვათ ეს გემრიელი ესენი პროდუქტი. მივირთვათ, ვიდეოთი ვაკონტროლოთ და ვიქნებით ლამაზები და ლამაზები სულ ფორმაში და რა ვიცი, სულ წონის კლებაში. 20 გრამი პროტეინი არის აი ამ პატარა დესერტში. რაც საკმაოდ ბევრია. საკმაოდ კარგია. დიდი მადლობა, რომ ესეთი საინტერესო გადაცემა გქონდა და ესე ამომწურავად ისაუბრეთ და აუცილებლად კიდევ უნდა მოგიწვიოთ, რა თქმა უნდა, აპლიკაცია რო განახლდება და კიდევ დაამატებთ სხვადასხვა ფუნქციებს. სიახლეებს არ გამოგაპარებთ, ნამდვილად რაც სიახლე იქნება სამყაროში ჩვენ ყველაფერი მადლობა თამარ. დღეისათვის სულ ეს იყო. სანამ დავასრულებთ, გადმოგცემთ ვიდეოს ჩანთებს და მაისურს თქვენ. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. მივაწოდოთ, რა ლამაზი ჩანთაა, ძალიან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა მოწვევისთვის. დღეისათვის სულ ეს იყო. კარგად ბრძანდებოდეთ.